და 300 მილიონი დოლარი, როდესაც გაქვს ნაშოვი და ბიძინა ივანიშვილი კიდე გირეკავს და გეჩხუბება, გაგინებს წევლის და თავში გირთავს, ორლობის ვირიც უკვე ვეღარ შეეგუებოდა მაგ ამბავს. გინებების შემდეგ როდესაც იღლება და წყევლაზე რო გადადის, მე ამ თქონდა ნანახი არადროს გამოგიტყდებით. ბიძინა ივანიშვილი დღეში იმდენ ტყუილს იძახის, რომ თვითონ ავიწყდება. ეს ყველაფერი მისი ტვინის ნაჟურია? ვერ არის კარგად ხო რა და იქნება ვინმე წესიერი კაციო დაუნიშნოთო მოადგილეთო თორე გიჟია და პარტიის ოფისს გადაწვავსო. მართლა ჯერა რაღაც დამის თუ უბრალოდ ამას არა არ დაიჯეროთ. ქართულოცნების ოფისში რაღაცების მოწმე გახდით. ბიძინა ივანიშვილის პირადი ბრძანება იყო ის, რომ პოლიციელებისთვის არ მოემატათ ხელფასები. წარმოუდგენლად მშიშარა ადამიანი არის და წარმოუდგენლად ეჭვიანი. ვინ არის ის ადამიანი, რომელიც მას რჩევებს აძლევს? ეკა ხვედელიძე გამოირჩევა ძალიან რადიკალური გადაწყვეტილებებით. ფარცხალადზე კიბოსავიჩევი და ქართულოცნებაში. ფულის გათეთრებაც ხო ბიძინამ დაავალა რომ წადი ეხა ევტუჩენკოვის ფული გაათეთრე, ეგენიც გადააგდო სხვადასხვა. ეს არის მისი, ასე ვთქვათ, მონებად ადამიანების ქცევის გზა? სასულიერო პირები, რამოდენიმე გამორჩეული რომლებსაც საპატრიარქოზე ალტერნატიული ჭორები აქვს. დღევანდელი თავდაცვის მინისტრი უშუალოდ სიტყვებით მოიხსენებდა ბიძინას. ისე ბევრს აქვს 4 ოქტომბრის იმედი? კი ბატონო. არა, კობახიძე უკვე წასულია. კობახიძეზე გადატეხა ყველაფერი.